რამონ ვეგა. ჩემი გაი. არა, ნებისმიერ სპორტულ ქვიზში, სტატო იტყვის, რომ ეგ ვინ არისო? ესე იგი არ არის მისატანი ეგ ფეხბურთელი იმაში რა ქვია, მაქვისში. სტატო იტყვა, რომ ეგ არც გამიგიაო, მაგას ვერ გამოიწვია. არა, გაგებული მქონდა, აი, სიცელი არ გამახსენდებოდა. შენი სახიდან მივხვდი, რომ ანუ პროსტა რა არის მაგის შანსი, რომ ვიღაცამ გამოიცნოს. არა, თან 90-იანი წლების შვეიცარიელი ფეხბურთელი რომ იხსენო, აი გეტყვი სტეფან შაპუვიზას, კუბილაი თურქილმაზ, ჩირიაკოს ფორცას, ალან სუტერს, ბევრს იტყვიან. პასკალ ცუბერბიულერი 90-იანებში იყო, არ მასწავლა. მე იყო. ანუ აი რამონ ვეგასი შეყო. რომელსაც თასი აქვს მოგებული ბუშკა. ტოტენჰემში. ვარჟი ხა? ქრისტოფ ვარჟი ხა, იმ დღესაც ვნახულობდი შეჩემა. ბიჭო, ქრისტოფ ვარჟი ხა არის? კაცია, ბიჭო. ერთი წამი. შემთხვევით, გუშინ ვარჟი ხა იყო ტიკეტში. იცი შენ ვარჟი ხა? ვინ არის? კარჩე, გუშინ წინ ვიღაცა ტიპს სადღაც ამომიგდო ვიღაცა ვარჟი ხა. და მეთქი ამის ვინმე ხო არა თქვა და არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, მაგრამ ჩემ ვარჟი ხა кай ფეხბურთი როგორ უნდა იყოს იცი? არა, ერთი წამით რა. ერთი წამი, ნახე. საბა შენ ხარ ფეხბურთელი და თან 94-ში დაიბადე და არანაირი აუცილებლობა არ არის რომ ეს ტიპი იცოდე. აი არანაირი, ნოლი. გაგებული რო კონდეს? თუ გაგებული რო კონდეს? არა, ნოლი ვალდებულება. ფეხბურთის კომენტატორი როა ფეხბურთის და ფეხბურთზე ლაპარაკობს და ფეხბურთზე უნდა ის ტიპი უნდა იცოდეს რა. იმიტომ რომ ეს მასტი არის, მით უმეტეს შენ კიდე ნაკლებად თქვა და ლუკა ხოჯავამ რაღაც უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ჩემზე დიდი არის ასე. ტიპი იყო 90-იან წლებში ათენის პანათინაიკოსი რაღაცას თუ აკეთებდა და არ იყო ცუდი გუნდი, ერთხელ ნახევარფინალში იყვნენ ჩემპიონთა ლიგის, რა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა პატარა ამბავი არ არის. ძველი ამბავი. გავიდნენ ნახევარფინალში. აიაქსთან წააგეს მე. თუ მეოთხე წააგეს. სამშობლო. კაი გუნდი იყო, ჯგუფიდან გასული იყო ეხლა. მეოთხე ფინალი არ არის პატარა ამბავი. აპოელი რო გავიდა თავიზოზე მეოთხე ფინალში ყველას გვახსოვს, ხო? ნახევარფინალიც არ არის. შენ ნახევარფინალი იყო, არ მახსოვს. გვახსოვს ეხლა. კაროჩე რა. ტიპი, აი ეხლა, აი განახებ, როგორ შეიძლება ეს ტიპი, ოღონდ გამიჭირდება აკრეფას სულთან სახელის დაგვარიც, იმიტომ რომ ქრისტოფ ვარჟი ხა ცოტა თული ასაკრეფია. არ ვიცი როგორ ეწერება ზუსტად. ვარჟი ხა ალბათ ესე, რაღაცას ვამო. აი, ქრისტოფ ვარჟი. აკრეფაც არ იცი შეჩემ რა, რას გვიხსნი. აი ეს ტიპი, რომელიც 1999-დან 2004-მდე 5 ლეგენდა იყო პანათინაიკოსში და პანათინაიკოსის ლეგენდა. 390 თამაში 244 გოლი აქვს. საბერძნეთის ჩემპიონატის ყოველდღიურ მომბარდებში არის მეორე ადგილზე. რაღაც 5 გოლი აკლია და დააკლდა თავის ძეზე პირველ ტიპამდე. ანუ ლეგენდა აბსოლუტური. პანათინაიკოს თუ რამეს აკეთებდა 90-იანებში, ეს ტიპი მილიონ გოლს იტანდა და რაინდ არ უნდა ცოდნოდა ეს და გამიკვირდა ფეხბურთის კომენტატორებმა, არა თუ გაგებ ეგ ვინ არისო? და დაჟე ვინ არის კი არა, ვინ არის შემდეგი კატეგორია რა არის? დამცინეს, ეგ რატო იციო? ანუ ვინ არის აღარ იყო უკვე. ეგ რატო იციო ვაფშე? ტიპი ლეგენდა თო. ანუ მეტი საბერძნეთის ჩემპიონატში სხვა არ არის ცოდა. ნაკრებში რომ მიხვალ იკითხე, ვინმე თუ იცის რა მაინტერესებს. ვის უნდა იცო, ვინ უნდა იცოდეს ეხლა. ბიჭო, ვარჟი ხა არა, მესმის. მას სტაფმა შეიძლება იცოდეს. კაციტას ნაროდ ეცოდინა. კაციტას არა, გაგონილი რა არის იცი, როცა არ გესმის, ფეხბურთელი რომელიც შენ არ გინახავს, მაშინ გაგებული უნდა კონდეს და ეხლა გაგებული ეს ვერ მექნებოდა რა, ვიღა არავის არ თქოს ვარჟი ხა. აი ნახე 94-ში, 95-ში, 98-ში საუკეთესო ბომბარდირი გახდა საბერძნეთის ჩემპიონატის. ეს საგანმანათლებლო გადაცემა გვაქვს. ეხლა ელქააბი რო ბომბარდირი გახდა საბერძნეთის ჩემპიონატის შარშან წინ, ხო? აიგე რა, იმიტომ რომ ელქააბი რაღაც ოლიმპიაკოში გოლებს იტანდა. საბერძნეთის ჩემპიონატის ელქააბი ჩემი ძმა არის, ჰატაიში ერთად ვიყავით. მართლა? გუშინ რა გოლი გაიტანა, ნახე? მაგარიცა და მიულოთ. იცი რა გოლი შეაგდო გუშინ? მბაპეს ვერ უყურებ შეცვალ. არა, ის აფრიკის თასი დაიწყო. აფრიკის თასი დაიწყო და მაროკო ის იყო. კომოროსი და სასწაული გოლი გაიტანა შეცვალ. მაგატალა შეაგდო რაღაცა. აი მაგას უყვარს ძალიან ეგეთი დარტყმები, აი ეგ ამახსოვდა ერთად ვიყავით იმაში ჰატაიში. ჰატაიში ვიყავით ერთად და მაროკოს საოცარი გოლი ტანანენ გაიტანა რაღაცა. ეგ არ მინახავს. ხო, ის ცენტრიდან ხა? არა, ამ ელქააბის ამ ძალიან ბევრი გოლი აქვს ეგეთი კაცი. ვარჯიშს სუმა ყოველ დღე მაკრატეოს ურტყობდა. მეთქი რანაირად ურტყობა. არა, კაი ფეხბურთელია ძალიან. უდგებოდა სულ ბურთს რო სულ მაკრატეოს. ეხლა ამ შეტევაში როგორ რაშიც გააკეთეს გოლი. არანაირ ლოგით არ იკითხება მაგატალმა და მაგას ვიძახე. სულ ეგრე აკეთებდა და აი სულ მიკითხებოდი მეთქი აი რანაირად ხვდები რომ იქ უნდა დადგე ან რაღაცა. არ ვიცი, პროსტა ესე ვაკეთებ რა. ეგ არ მასწავდა შენ თამამოდელო ჰატაიში. აფრიკის თასი ცოტნეს საყვარელი ტურნირი. ჩვენი ცოტნესი, იმიტომ რომ დალტონიკია. ძალიან უხეშია. იმას ვერ არჩევს. ნარინჯის ფესტა მწვანეს გარჩევა უჭირს და მან რო ფერები დომინირებს.
ფინალი იყო წინა და კოდივარი ნიგერია და ვაფშე ვერტებოდა ერთი ფორმით რატო არისო და მეთქი რას ხედავ თქო და მწვანე ათუშია ორივეში და მეთქი ანუ ვერაფერს ვერ ხედავ თქო მაგრამ მოედანით მწვანე იყო კოდივარი ნიგერია იყო ხო უეჭველი თან იმას ესაც მეთქი რას ხედავ აბა ბურთს მარტო არა მოედანს ხედავ ვარჩევ რომ მოედანი სხვანაირი მწვანეა